ჩვენს ეთერში რუბრიკა გამომგონებლების დრო დადგა და უნდა გაგაცნოთ ნიჭიერი ახალგაზრდების სკოლის მოსწავლეები, რომლებიც პატარა ასაკიდანვე ზრუნავენ ადამიანებისთვის საქმის გამარტივებაზე. ალბათ ნებისმიერი ჩვენგანი ერთხელ მაინც აღმოჩენილა მდგომარეობაში, როდესაც არ იცის კონკრეტულ ადგილას სად გააჩეროს და დააპარკინგოს მანქანა. ახალგაზრდებმა უკვე იფიქრეს და იზრუნეს ამ პრობლემის მოგვარების გზებზე. ია ივაზაშვილის რეპორტაჟიდან გავიგებთ ამ იდეის შესახებ. ეს მაკეტი არის ძალიან პატარა ვერსია. აქ გვაქვს დანომრილი პარკირების ადგილები, ასე გვაქვს ტელეფონი. ამ რაღაცას ქვია ბრედბორდი, ეს არის ESP32. ESP32 ინტერნეტის მეშვეობით უკავშირდება ტელეფონს აპლიკაციით ბლინკი და უკვე ეს სენსორები კითხულობენ, სად დგას მანქანა, სად არ დგას და აძლევენ ამ ინფორმაციას ტელეფონს. აპლიკაცია ჭკვიანი პარკირება ქალაქში მძღოლებს პარკირებას გაუმარტივებს. პროცესს კამერა დააკვირდება, რომელიც ინფორმაციას სპეციალურად შექმნილ მობილურ აპლიკაციას მიაწვდის. ამის შემდეგ აპლიკაცია გვიჩვენებს კონკრეტულ ტერიტორიაზე, სად არის თავისუფალი საპარკინგი ადგილი. ეხლა მე ვარ შესული ამ აპლიკაციაში და თქვათ ვარ ჭავჭავაძეზე პირობითად. მე როგორ უნდა მივხვდე, როგორც რიგითი მძღოლი, სად არის თავისუფალი ადგილი, ანუ რა ხდება აქ ამ დროს? ჭავჭავაძეზე გვექნება რუკა, უკვე მთელი თბილისის, უახლოეს პერიოდში გვექნება კონკრეტული რეგიონების, ყველაზე აქტიური რეგიონების. ამ რუკაზე იქნება განმსახურებული პარკინგის ადგილები და ეს პარკინგის ადგილები კამერების მეშვეობით ყოველთვის გაკონტროლებული იქნება და თითოეული პარკინგის ადგილისთვის გვეცოდინება, სად აყენია მანქანა, სად არ აყენია მანქანა. შესაბამისად, თქვენ შეძლებთ გათვალოთ წინასწარ გეგმები გააკეთოთ, თუ როგორი ადგილი იქნება მანქანის დაყენება, სადმე წასვლა თუ გინდათ. აქ რა უნდა მიჩვენოს მე? აქ დანომრილი გვაქვს პარკინგის ადგილები, სადაც არ დააყენებთ მანქანას. ტელეფონის აპლიკაციაში გამოჩნდება, რომ ეს პარკინგის ადგილი, ეს ნომერი ამ ნომრით დაკავებულია და დარჩენილი ყველა თავისუფალია. მწვანე ადგილები დაკავებულია, თეთრი ადგილები არ არის დაკავებული. მეოთხე მუშაობს. მესამეც მუშაობს. მეორეც მუშაობს. ბესო ბესელია, სანდრო წითლიძე და ლევან ბეგიაშვილი მერვე კლასის მოსწავლეები არიან. პროგრამირება მათთვის მთავარი გატაცება, ამიტომ ამ აპლიკაციაზე მუშაობა არ გაუჭირდათ და ეს სფერო მათთვის ნამდვილად წარმატებული აღმოჩნდა. აპლიკაციაზე დღემდე ერთად მუშაობენ. ერთმანეთისგან ბევრს სწავლობენ და ასე ერთობლივად ნაბიჯ-ნაბიჯ ქმნიან სიახლეებს. მუშაობს ერთი. აი, ქვემოთაც. მეორეც მუშაობს. ანუ ქვემოთ ყველგან იფება. ხო. ოთხი მუშაობს კი. ამას ეფარებოდა და მაგიტოვებოდა სულ ერთად. ოთხი მუშაობს. კარგი. ჭკვიანი პარკირების შექმნის იდეა სანდროს დაებადა. ჯერ მძღოლი არ არის, თუმცა ამ აპლიკაციის საჭიროებამ არაერთხელ დააფიქრა და მისი შექმნაც გააზრებულად დაიწყო. ჩვენი ქალაქი პატარაა და მანქანების რაოდენობა თითქოს იმატებს, რის გამოც საპარკინგო ადგილები იკლებს. ბევრჯერ ყოფილვართ ისეთ შემთხვევაში, როდესაც პარკინგის ადგილი ვერ გვიპოვია და ამის გამო რაღაც დაგვიგვიანებია, მაგალითად სკოლაში. ჩვენმა გუნდმა დაიწყო ამ პრობლემის გადაჭრაზე ფიქრი, რის შედეგად მოვიფიქრეთ smart parking. ჩემი აზრით, ყველა მძღოლი გამოიწერს ამ აპლიკაციას, რადგან ყველა მძღოლი ვისთანაც მანქანაში მჯდარა, ყველა ამბობს, რომ პარკინგის მოძებნა თბილისში ძალიან რთულია. ალბათობა იმისა, რომ ნულიანს აღმოაჩენთ გაზომვის შემდეგ ჩვეულებრივ ერთსალ ქუბიძე როგორ გამოითვლება? მართალია. გზის გასაგრძელებლად ჯერ ბევრი შრომა უწევთ. პროგრამირებაზე მუშაობის პარალელურად ამ სფეროში ცოდნის გაღრმავება მათი ყოველდღიურობის ნაწილია და წინ ნელ-ნელა პროფესიონალების დახმარებით მიიწევენ. ჩემი აზრით, მათი იდეა სრულიად რეალისტური არის, რადგან ჩვეულებრივი მოვლენა არის დღევანდელ სამყაროში უკვე რომ თუნდაც რაღაცა AI-ის გამოყენებით რაღაც კამერამ დააფიქსოს ადამიანის სახე, მაგალითად და მოიცნოს ეს ადამიანი ვინ არის, ან გაარჩიოს ერთმანეთთან სხვა ფიგურები. ეს გასაკვირი აღარ არის უკვე ამ დროში, ამიტომ ის რომ თქვა რაღაც კამერით დავაფიქსიროთ, სად არის ეს ადგილი თავისუფალი და შემდეგ სრულად რეალიზებადი არის. მე როგორც წარმოვიდგენი, ეს ყველაფერი არის ის, რომ გვაქვს ძალიან მძლავრი იარაღი ამ machine learning-ის გამოყენებით და ამ ყველაფერს როგორ რას მოვარგებთ შემდეგ. და თუ კი სწორად მოვარგებენ, განუხორციელებელი არ არის ყოველ შემთხვევაში. შეერთებული ყველაფერი
ვაკეთე. კოდი ავტვირთო? მოიცი დავაწყებ ჯერ ბუთს. შემოწვა კოდი? ო. კი. საინტერესო ის იყო ამ პროექტში, რომ სამივენი ერთად ვიყავით, მუშაობდით ჯგუფურად და სირთულეების დროს, ასე ვთქვათ, ვამხნევებით ერთმანეთს და ამ ჯგუფურ მუშაობამ მოგვიტანა, ასე ვთქვათ, პატარა წარმატება. ვფიქრობ, რომ ეს პროექტი რეალიზებადია, თუ ჩვენ მასში მართლა და ჩავდებთ ენერგიას და ძალისხმევას და ვფიქრობ, რომ ბევრი შრომის შედეგად ამ პროექტს ბოლომდე მივიყვანთ. ახალგაზრდა გამომგონებლები გვიზიარებენ, რომ მათი აპლიკაცია თავისი შესაძლებლობებით უნიკალურია და საქართველოში ამ ეტაპზე ერთადერთია. ახლა პროგრამაში ხელოვნური ინტელექტის დამატებაზე მუშაობენ. პროექტის დასრულებამდე კიდევ ბევრი ფიქრი და შრომაა საჭირო. საბოლოო შედეგი თანამოქალაქეებისთვის პარკირების გამარტივება იქნება. მე მგონი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გამოგონების შესახებ შევიტყე პირადად ჩემი გადმოსახედიდან, იმიტომ რომ ეს საკითხი, ვინც მთელი დღის განმავლობაში გადაადგილდება ქალაქში, არ არის ხო უცხო ეს საკითხი, არც ეს პრობლემა. ძალიან მქონდა და ამ საკითხს მოვიკითხავ მე, როდის დასრულდება, იმიტომ რომ რაღაცნაირად გასაღები მგონია ამ პრობლემის მოგვარების. წარმატებები ჩვენს ახალგაზრდებს და ნიჭიერ გამომგონებლებს.